პუტინის აღიარებისა და საქართველოს განადგურების გეგმაზე მისი ხელმოწერის შესახებ საგარეო უწყებამ დიპლომატიურ კორპუსი ინფორმაცია მიაწოდა. დიპლომატებთან შეხვედრა დახურული ფორმატის იყო და მისი დასრულების შემდეგ ელჩებს ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეხვედრის დეტალებზე მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მისაუბრა სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მსგავს აღიარებას რუსეთის არც ერთი ოფიციალური პირისგან ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია. დიპლომატებს ინფორმაცია მიეწოდათ მედვედევის ცხინვალის რეგიონში ვიზიტთან დაკავშირებითაც. ინფორმაცია მივაწოდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ასევე ზუსტად იგივეს გააკეთებს ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე ონხრივ ფორმატში და მოუწოდეთ ყველას, რომ იქნას გაკეთებული კონკრეტული შეფასებები აი ამ განცხადებასთან დაკავშირებით. რეაგირებას ველოდებით, იმიტომ რომ ეს არის ფაქტი, რომელმაც კიდევ ერთხელ ახალი ფაქტობრივი გარემოებები გამოავლინა რუსეთის მოტივაციასთან დაკავშირებით. აღიარებული იქნა თუ რა გეგმები იყო და როდიდან იყო ეს გეგმები და შესაბამისად ეს არის ის განვითარება, რომელიც საჭიროებს შეფასებას საერთაშორისო თანამეგობრობის